აქ მოკლედ Mercedes-ი ყავს, მეგობრებო, მანქანა იქეთა, მე უკვე გადმოვიყვანთ კაპოტზეც დავიწყებ დამუშავებას, კაპოტიც ტაივანია, მოკლედ შენაცვლელი კაპოტია, დაზიანება ქონდა, აი ამ კრილოში ქონდა დაზიანება. ბიჭებმა მაქსიმალურად გააკეთეს, იქიდან გამომდინარე ეს საკლოკეს, რასაც ხედავთ, არა ქარხნულა იყო, აგლიჯილი და ესაც მიასვეს თავის ადგილას, ანუ ჩასვეს საკლოკებში, აქაც როგორც ხედავთ, ჩასმული საკლოკები აქვს, თავის ქარხნულსა ესეთი შტამპოვკები აქვს. იქიდან გამომდინარე აი ამ ნამუშევრს, რასაც თქვენ ხედავთ რა, მაქსიმალურად ბიჭებმა გამოიყვანეს. მაგრამ გინდა არ გინდა აქეთა მხარე მაინც გაბერილი ცოტა დაგვიტოვა რა, ალუმინია თვითონ და ცოტა ფაქიზის სამუშაოა და სრთულია. კინა რო იყოს ბევრად მარტივია, ჩაკაკვნება შეიძლება ამოწეულ ადგილას შეიძლება რომ კიდე გაცხელოს დაწიო, ალუმინის შემთხვევაში მოკლედ თვითონ რთხელია. ვერანაირად ვერ მოყვება. ისე რომ მაქსიმალურად იდეალურად გააკეთე, ну შევეცდებით მაქსიმალურად ჩვენ მაინც გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად იდეალური იყოს და არ გამოჩნდეს და ნაკლები დეფექტი დაიტოვოს ზუსტად აი ამ ხარემ რა, სადაც ახლა ზოგადად პრობლემა ქონდა ზუსტად აი ამ კრილოს რა. და მეგობრებო, და ტესლა დაგვიშალა გიომ, დასამუშავებელი აქვს ეს ერთი წერტილი, ეს მეორე წერტილი. აქეთა მხარე ქონა დაზიანებული, აი ესეა დამუშავებული, გაკეთებული, აქ ფაქტურად ფორმები ყავს ჩვენ გამოსაყვანი. აი როგორც ხედავთ, აი აქეთკენ როგორც მოყვება თავისი კანტი, ეს ერთი კანტი, ეს მეორე კანტი და რა თქმა უნდა, ეს კრილოს კანტი, რაც გვერდიდან მოყვება ამას რა. აქეთკენ აი ესეა ყველაფერი გამოყვანილი და მოგვიწევს რა თქმა უნდა დამუშავება და შვაგლის სამუშაო გვაქვს მოკლედ ამაზე რა. რაც შეეხება უკანა ბამპერზე, აქ აი ესეთი პრობლემა აქვს, აი ამ ადგილას როგორც ხედავთ ჩავარდნილია, ეს ფორმა გვაქვს დასახვეწი და გასაკეთებელი, ეს მისი უკანა ბამპერია. აქეთა მხარესაც აი ესა გვაქვს დასახვეწი, აი ესეთი პატარა დეფექტები აქვს, თლიანად გადავწმენთ, ნაკაწრებში იყო და თვითონ ეს ლაკს უკვე რესურსი აღარ ქონდა. თლიანად გადავლაკავთ და ამ ადგილს ახლა დავამუშავებთ და მე დეტალებში რა თქმა უნდა გადავიღებ, განახებ საბოლოო შედეგსაც, რა გამოგვივა, წინა კრილოს რაც შეეხება. მოკლედ რაც ვნახეთ, ერთი დეფექტია ამ ადგილას აქვს, მეორეა ეს სწორედ თავისი ადგილი რაც მოყვება დატალღული აქვს. მესამე ადგილი აი აქ აქვს, ჩავარდნილი, ამას დავშპაკობთ ყველაფერს განახებ და მესამე ადგილი აი აქ აქვს რა. ანუ შტამპოვკის ადგილებია, პირველი ტაივანი კრილო არ არის, ყველა კრილოს ფაქტობრივად ესე უწევს რა გაკეთება რა. ვერაუვალთ ვერანაირად იმიდან ქარხანა რომ ბეჭდავს. მანქანა ბეჭდავს და ამ ფორმებს ტოვებს მოკლედ ესე რა. მოკლედ ესე მეგობრებო, დავამზადებთ ამ ყველაფერს, საბოლოო შედეგსაც გადავიღებ და განახებთ. მეგობრებო, კაპოტი მოხსენით, წამოვიღეთ, ეხა ამ ტრანსპორტირებულ გუნდს გავაცილთ, გავატყავებთ, აი როგორც ხედავთ, როგორც ესეთი ტალღები აქვს, აი ესეთი დეფორმაცია აქვს მიღებული, ეს არის ზუსტად აი შტამპოვკის ადგილებია, ეს ესო თავიდან ბოლომდე, რაც მანქანა ბეჭდავს, ანუ მის კვალებს ტოვებ აი ესე. უშნოდ ცუდად ტოვებს, აი ესე განახებ აქეთა მხრიდან, დავუჭერთ ფოკუსო განახოთ. აი ესე დეფორმირებული. ანუ ზოგი იძახეს რომ კაპოტი შევცვლა, ამაზე უკეთეს მოვიდა, ანუ ამაზე უკეთეს ვერ მოვიდანს ვერავინ, იმიტომ რომ თვითონ რომ ბეჭდავს ქარხანა, აი ესეთი დეფექტები აქვს ყველა ტაივან კაპოტს, აი даже მაშინკის შტამპოვკის ადგილები როგორ ეტყობა, ეს დაზოლილებულია ეს. აი ესეა ყველა აბსოლუტურად რა და აი ამის დამუშავება გვიწევს ზედა ფენის გასუფთავება გვიწევს, ამაზე არაერთი შემთხვევაში არ შეიძლება არც გრუნტის დასხმა, არც საღებავის დასხმა, ეს არის ტრანსპორტირებული გრუნტი. ამაზე მხოლოდ გატყავების შემდეგ შეიძლება და რაც შეეხება მეორე ფერები რო არის კიდე აი ესეთი, ამაზე კი ბატონო შეგიძლიათ გადაშურვოთ, გადაასხათ, მაგრამ ამასაც რა იდეალური არ შემხვედრია მე რა, რავი, აი ყველა აი ესე იშპაკლება, აქაც აი ესე შტამპოვკის ადგილებზე პრობლემა აქვს, აი ესე, აქაც აი ესე პრობლემა აქვს, აი ესე პრობლემა აქვს ფაქტიურად და უწევს ყველა ორიგინალს ტაივანს ახალ დეტალს ყველას უწევს შტამპოვკის ადგილას გინდა არ გინდა დაშპაკვა. ესეთი პრობლემებიც აქვს, აი როგორც ხედავთ, აი პატარა ჩავარდნილები ვითა აქვს რა, თითქოს ნაკენჭარია თვითონ. ნაკენჭარია ნასეტყვია თითქოს კაპოტი რა, ესეთი დეფექტები აქვს აი ამ ადგილებში. რაო ეს არის იქიდან გამომდინარე მის ბრალო ერთმანეთზე რო აყარიან აი ესე დეტალებს, რომ ლიბი ჩამოვიდეს თბილისამდე და მერე უკვე აი ესე ვის რას ვინ რა დეტალს წაიღებს, როგორ დეტალს წაიღებს, მაგარი აღარ აინტერესებს.
ვის რა შეხვდება, რა კაპოტ შეიტენის, აი ეს ძირევჟად ვიღაცა მარ შეამოწმა, მერე всё, მერე შემოგამორჩეს, აი როგორც ხედავთ, აი ნახეთ. როდი გახედავ იდეალური კაპოტია. როდი ნახავ არაფერი არ ჭირდება, მაგრამ ამ დროს აი ესეთი პრობლემები აქვს. ფაქტიურად აი იქაც რა, ხა იმდენად არაჩას ანარეკლი უწყავს და აი აქაც კიდაშე რა კაპოტთან. მთავარი ჩვენ არ გამოგხსეს ახლა აქ არაფერი რომ გამოვიდეს იდეალური კაპოტი. აქ მოკლედ მეგობრებო, აი როგორც ხედავთ ტაივანს რო ეძახიან თეორია არაფერი არ უნდაო, გადასხმა უნდაო და აი ხე როგორ დაიშბაკლა, ფაქტია სულ ბრეცელია, შტამბოვკის ადგილებიც იქაც აი ეს სწორდება, დასასწორებელია კიდე რომ თავის ადგილას და ცენტრში დაჭდეს. აქაც ეს ადგილი გავასწორეთ, ახლა ვნახოთ მეორე კაპოტი. აი ეს არის Mercedes-ის კაპოტი. აი იდეალურს რო ეძახიან, აი ნახე როგორ დაიშბაკლა, აი ესე დაიშბაკლა, იმიტომ რომ აქ ქონდა ჩავარდნილი ალუმინი, ამას ვერაფერს ვერ უზავ, აი ამ ადგილებში დაიმატა და რავი, აი ესე მიყვება რა, კიდე ფაქტიურად კიდე ერთი პირი მოუწევს გადასვლაზეეთ, რომ გადავიდეს ეს ყველაფერი და კაპოტი რო ფორმაში მოვიდეს რა, ეს Tesla ჩვენი იწყო, მაგი ორ გაგვიწყობს Tesla-ს. და ნელა მივიწევით წინ, ჩემო მეგობრებო. მოკლედ მეგობრებო, ეს ჩვენი Mercedes-ის კრილოა, აი ესე დავამუშავეთ, აქ ცოტა მივაკაკუნეთ, მოვაკაკუნეთ, ფორმები მაქსიმალურად დავხოწეთ და მგონა გამოვიდეს იდეალური და გადავიდეთ კაპოტზე, კაპოტზეც განახეთ მის მდგომარეობას. აი ეს არის მისი კაპოტი, როგორც ხედავთ, აქ დაიმატა შპაკლი, აი ამ ადგილებში დაიმატა შპაკლი, აქ როგორც გითხარით, შტამპოკის ადგილებია, რომელიც ვერც ერთი ტაივანი კაპოტი ვერ აულის თავს, რომ აქ შპაკლი არ წაესვას. შტამპოკის ადგილებია განახეთ, თვითონ მანქანა რო ბეჭდავს, მაგიტომაც აი ესეთი მდგომარეობა აქ აქეთ ამ მხარეს. ყველა კაპოტს აბსოლუტურად ზოგი არის რომ იძახეს და წავალშეცლი უკეთეს ვნახავ, უკეთეს ვერ ნახავ, უკეთეს ნახავ, თუ მხოლოდ შეიძენთ ორიგინალს. დაჟე შიგა მხარესაც აი ჰერმეტიკები ისე ცუდად უსვია. აი აგახედეთ უბრალოდ აი ნახეთ რა არის, აი რა ვიცი. ხელით ბევრად უკეთესად წაусმევთ, ვიდრე აი ესე და აქაც მოგვიწევს ცოტა შესწორება, იმიტომ რომ ჰერმეტიკები აი ესეა ამოშვერილი აი აქ, ესე არ უნდა იყოს, ამასაც ლამაზად მოვჭრით. ჩავაკორექტირებთ იდეალურად რო იყოს ეს პრობლემა რო არ დავტოვოთ აქეთ ამ მხარეს, იმიტომ რომ აი ეს უშნოთა ჩანს. ამასაც შევასწორებთ და საბოლოოდ დავგრუნტავთ და მაქსიმალურ ფორმას დავხვეწავთ ამ კაპოტსაც. მოკლედ ესე. ჩემო მეგობრებო. აი კაპოტი ამოატრიალეთ აქეთ ამ მხარეს და აი ჰერმეტიკები ნახეთ უბრალოდ საშინლად არის წასული, ანუ 0 ხარისხი რა. ლიბირო ვითომ უნდა კონდეს ფორმალურად აი ეს ყველაფერი წასმული რა, არანაირი ლამაზი დამთვალე, აი ესე ამოშვერილი, ამაჟურდა სულ არ წაესვათ რა. აი ამ ადგილებშიც აი ესე უშნოთ არის ეს ყველაფერი გაკეთებული რა. აი აქაც აი ესე ეთყობა ხელი რა, ვერ ვიტყვი ბევრ რაღაცას რა, იმიტომ ძალიან ცუდად გაკეთებული რა. ბევრად აკურატად შეეძლო წაესვათ, იმიტომ ამისთვის არის თაობების არსებობს, რომ ეს ჰერმეტიკები ბევრად აკურატად და ლამაზად ეთყვენ წაუსვა, რომ აი ეს არის ყო სამოშვერილი. ეხა ფაქტია ჩვენ გვიწევს შესწორებას, რაც იყო აი ეგ უნდა იდგეს, აი ესე უნდა მიყვეს და აქეთკენ ვაფშე გადმოსულია რა და წარმოიდგინეთ ეს რომ შეიღებოს აქედან ძალიან უშნოდ გამოჩნდება რა და აი როგორც აი ამ ადგილას შევასწორეთ, აი ესე მიყვებით თავიდან ბოლომდე რა, რომ მაქსიმალურად შიდა მხარეთ გავასწოროთ. აქაც ანალოგიურად არის, აი ესე ამოშვერილი. აი ესე ეთყობი რომ ძღოლის ხრიდან შეუულებრივად გამოჩნდება რა, რომ დაჯდე მოკლედ შეიძლება ყურადღება მიაქციო. ზოგი მანქანა ისეა, რომ ქვემოდან დაუკვირდებით კაპოტის შიდა მხარე ესე ჩანს ხოლმე რა და აქაც აი ესე უშნოდ არის რა, აი ეს ყველაფერი გვიწევს, ყველაფრის შესწორება გვიწევს რა, რომ მაქსიმალურად აკურატად და სუფთად გამოგვივიდეს რა ეს ყველაფერი. ვიდეთ მეგობრებო, დავათვალიეროთ ჩვენი Mercedes ნაწილები და აქ ეს მისი ბამპერი. აი ეს კამპეტი იდეალური რა, აი შეაფასეთ თქვენ თვითონ. ნუ ბამპერს არაფერი არ ჭირდა, იყო აი ეს კრილო ყველაზე პრობლემატიური, რომელიც შედეგს ხედავთ. ძალიან ცუდი კრილო იყო რა, იმიტომ რომ დაჟე იმაზეც კი შევჯერდით, შეცვლას ვაპირებდით, იმიტომ რომ აი აქ ნაგლეჯი რო ქონდა, ეს იყო მოწყვეტილი აი ამ ადგილებიდან. ეს ბიჭებმა მოხსეს სახელან გაასწორეს და ალუმინია რა, ალუმინი მოკლედ გასწორებაში ვერ მოყვება ვერანაირად რა.
აი და აი მაქსიმალურად ნუ ეს ხარე დარჩა ესე აქ უკვე აღარ დავშპაკეთ იმიტომ ბოლტები რო ეჭირება რბილად ყდება მერე და მაგიტომაც დავტოვეთ ესე ზაკლევკებიც კი ხედავთ ახალი ზაკლევკები აქვს ეს დარტყმული იქამდე უკვე ქართული მოდის ესაც კრილო მეგობრებო და მოკლედ ნაომარი ტაივანი კაპოტი დავათვალიეროთ ერთად კაპოტიც აი ესეთი გამოვიდა აი იდო აი ეს სულ დაიშპაკლა ეს ხარე კარგად გახსოვთ აქეთ ამხარეთ დაიშპაკლა მოკლედ და რავი ფორმები მაქსიმალურად მივეცით რაც თავარია დატალღული არ არის დაბრეცილი არ არის და რავი იდეალურად გამოვიდა ამ კაპოტისთვის რა იმიტომ ძალიან დაბრეცილი კაპოტია ეს ტაივანები რაღაცა შინელებაა რა აი კუზები აქვს დაჟე ეთყობა კიდევაც აი ბოლოში შტამპოვკის ადგილი კუზი აქვს რა მაგას ვერაფერს ვერ უზავ აი ესეთი გამოვიდა ჩემო მეგობრებო კაი მოკლედ ამით დავასრულეთ შეხაშრობას ჩავრთავ ეს გაშრება ეს ყველაფერი და ხვალე ჩვენი გიორგა აწყობს ამ ყველაფერს და გავატან მის ფლობეს თავის კუთვნილ ავტომობილს ჩემო მეგობრებო მადლობა ვინც უყურებს ჩემ YouTube-ს და ლაიქეთ გააზიარეთ და აწყობილსაც გადავიღებ საბოლოო ჯამში და აწყობილსაც განახეთ შედეგს მეგობრებო დასრულდა Mercedes-ი აი ესეთი იდეალური გამოვიდა აქეთ აკრილო გახსოვთ იდეალურად გამოვიდა გამოვიყვანეთ ფორმაში დადგა არანაირი პრობლემა არ აქვს ამ კრილოს ორიგინალი კრილოა კაპოტს რაც შეეხება ტაივანის კაპოტია და ამეებში რაც დაიშპაკლა და რაც დამუშავდა აქაც იდეალურად გამოვიდა აქაც ანალოგიურად ნუ შუაგულს რაც ჩანს ზედა მხარეები სადაც დაიშპაკლა იყო ეს ადგილი და ეს ადგილი არის ჩავარდნილი შტამპოვკა და მაგას ვერ აუხვალთ მაგას ყოველთვის ჯობია რომ იყიდოთ ორიგინალი კაპოტი ან თუ თავის კაპოტი ძალიან დაზიანებული არ არის ისევ და ისევ გააკეთოთ თავისი კაპოტი და თავისი კაპოტივე გასწორდეს და დაიშპაკლოს დამუშავდეს და დადგეს თავის ადგილს ბევრად უკეთესი გამოდის ვიდრე ტაივანი რა იმ ტაივანი ფაქტობრივად არ ვარგა რა აი თავისი კრილო გახსოვთ მდგომარეობა გამოვიდა იდეალური იმიტომ რომ არის ორიგინალი და რაც შეეხება კაპოტს კაპოტი მაქსიმალურად გამოვიყვანეთ რის გაკეთებაც შეიძლება და კაპოტს მეორე კიდე ბევრი დაშპაკლა არ უყვარს რომ იქიდან გამომდინარე რომ ძრავის სიმხურვალესა დააწვევდა მზეს რომ ზემოდან დააჭერს ანუ ყველაფერი ემართება კაპოტს რა მაგ დროს დუხს ყველამ ვიცი რომ ხელსაც ვერ დაავადებ და მაგიტო არა რეკომენდებული კაპოტი დაიშპაკლოს გაილესოს ასე რომ ვთქვათ რა ყოველთვის მინიმალური შპაკლინა წავიდეს მაგს ყველაფერს მოკლედ დასრულდა დავასრულეთ მოკლედ ველოდებით მის ფლობელს გავატაროთ მისი კუთვნილი მანქანა ამ მანქანაზე დარჩა ჩასატარებელი პოლირება ქიმწმენდა ამერიკინა როგორც ჩამოდის მანქანები ყველა ვიცით და მეტი ისეთი არაფერი რა დანარჩენი ჩვენ მოვჭი ჩვენი საქმე გავაკეთეთ გავატანოთ მომხმარებელს თავის კუთვნილი ავტომობილი მადლობა ჩემო მეგობრებო ვინც უყურებს ჩემ YouTube არხს და ლაიქით გამოიწერეთ მომავალ შეხვედრამდე